მეგობრების ძალა. ანიმაციაზე მუშაობდნენ. თემკო ქიშელაშვილი, ელენე ელიაშვილი, დავით კულტანიძე, თამარ ჯავახიშვილი. მელამ და ძაღლმა ტყეში ერთმანეთი გაიცნეს და დაძმობილდნენ. ერთ დღეს გართობა გადაწყვეტეს და სასეირნოდ წავიდნენ. უცებ-უცნაური ბზრიალს თამაშო დაინახეს, რომელსაც კატა სტარაჯობდა. კატას ეკითხა ძაღლმა. კატუნია, ჩემო მეგობარო, მიხარია შენი ნახვა. ეს რა არის? ეს კარუსელია. დავჯდეთ და ვიბზრიალებ. მეც გასართობას მოვედი. მიხარია შენი ნახვა მეც. მელამ კატას ეცილი დააყარა. ის რამოდენად თვალები თორნია შენს მეგობარს. კატას ეწყინა დაციმა. შებრუნდა და კარუსელზე თვალშემლიანი დაჯდა. ძაღლმა ეში ამჩნია და მელო დატოქსა. მეორეც ჩემს მეგობრებს არ დასირო, თორემ ახლოს აღარ გაგეკარები. კარგი, მოპატიე. ძაღლი და მელაც აძვრნენ კარუსელზე. უცებ ძაღლს თავგლუ დაეხვა და გადმოვარდა. ეს დითვალება კატამ დაინახა. მეგობარს ზურგი შეაშველა და სიკვდილს გადაარჩინა. მელა გაოცებული უყურებდა კატის თავგანწირვას, მეგობრის გამო და თავის საბრძოლს ნამ. მელაც ჩამოხტა კარუსელიდან და მეგობრებთან შორი ახლოს დარწმენილი დადგა. ბოლოს ძალა მოიკრიბა. შებრუნა და კატას უთხრა: "მაპატია კატუნია, ჩემი ცუდი საბრძოლისთვის. მეორე დასი აღარ მოუწევ. თუმე და ჩემს მეგობარ ძაღლს ზურგით შეგვისა და წამდე მიგვიყვან გაპატებ, ძალიან დავიღალებ. მეგობრობისთვის მეტიც შემიძლია. ხო გახარებულმა მელამ და ტყისკენ მოკურცხა მეგობრებთან ერთად. მადლობა